დილან მშვიდობისა კიდევ ერთხელ. დილან მშვიდობისა მოგესალმებით. ნამდვილად ძალიან აქტუალურ თემაზე უნდა განვაგრძოთ ახლა საუბარი. ძილის დარღვევა, უწყვეტი სტრესი, ეკრანებთან გატარებული საათები და ღამის ცვლაში მუშაობა არც თუ იშვიათია თანამედროვე სამყაროში, სადაც ცხოვრების ტემპი ადრინდელთან შედარებით დაჩქარებულია. ფსიქიკური და ემოციური გადაღლა ხშირად უძილობას იწვევს. ამ დროს კი განსაკუთრებით პოპულარული გახდა დამამშვიდებელი საძილე საშუალებების გამოყენება, რომელსაც ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელი ექიმის კონსულტაციის გარეშე საკმაოდ ადრეული ასაკიდან მიმართავს. რას შეიძლება იწვევდეს ძილის მოსაწესრიგებელი და დამამშვიდებელი აპების უკონტროლოდ გამოყენება? ამ თემაზე საუბარს ზაზა თელიასთან ერთად განვაგრძობთ. ზაზა, შენგან ძალიან საინტერესო იქნება იმის მოსმენა, თუ რა გავლენა აქვს ზოგადად დამამშვიდებელ საძილე საშუალებებს და როდის არის მიზანშეწონილი მისი გამოყენება? მოგესალმებით, საინტერესო თემა ზოგადად. ტრანკვილიზატორებს ვეძახით ჩვენ ამ ჯგუფის პრეპარატებს. ტრანკვილიზატორები იგივე ანქსიოლიტიკური საშუალებები, ანუ დამამშვიდებელი საშუალებები. ეს მედიკამენტები გამოიყენება სხვადასხვა პრობლემასთან სამკურნალოდ. ეს არის შფოთვა, უძილობა, კრუნჩხვებიც მათ შორის, აი გულყრების შემთხვევაში. თუმცა არ უნდა აგვერიოს, ანუ ტრანკვილიზატორები არ გადის ეგრეთ წოდებულ ანტიდეპრესანტებში. ანტიდეპრესანტები კიდე სხვა ჯგუფის პრეპარატები. სხვანაირად მუშაობს. და ცოტა განსხვავებულია მათ მიმართ, აი მაგალითად ტრანკვილიზატორები ეს საძილე საშუალებები ეგრეთ წოდებული დამოკიდებულება უფრო მეტია. ანტიდეპრესანტებსაც აქვს დამოკიდებულება, მაგრამ მიჩვევა, შეჩვევა და დამოკიდებულება ტრანკვილიზატორებთან უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე. და ერთჯერადი ეფექტიც თვალსაჩინოა, ხო? როგორც წესი. მოდით პირველ რიგში ვთქვათ, რომ ტრანკვილიზატორებს აქვს ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის შენელების უნარი. აი ამის ხარჯზე ახდენს ის გავლენას და ის მოქმედებს ნეიროტრანსმიტერ გაბაზე, ესეთი ნეიროტრანსმიტერი, რომელიც ნეირონებს შორის სიგნალის გადაცემაში არის პასუხისმგებელი და აძლიერებს. აი ამ სიგნალს აძლიერებს და ჩვენ ვეძახით, რომ ის არის გაბა ნეიროტრანსმიტერის აქტივობის გამზრდელი პრეპარატი და ვაჩვენოთ ეკრანზე ორი ტიპის არსებობს ბენზოდიაზეპინების ჯგუფი და არაბენზოდიაზეპინების ჯგუფი. ნუ ბენზოდიაზეპინების ჯგუფის პრეპარატები უფრო მეტი დამოკიდებულები და უფრო მეტი გვერდითი ეფექტებით გამოირჩევა ვიდრე არაბენზოდიაზეპინები. აი ბენზოდიაზეპინებში შედის მაგალითად თქვენთვის ყველასთვის ნაცნობი დიაზეპამი. დიაზეპამი არის პრეპარატი, ლორაზეპამი, ტრიაზოლამი და ასე შემდეგ. ეს არის მედიკამენტებზე საუბრობ. დიახ, ეს პრეპარატები სხვათა შორის გაიცემა მწვანე რეცეპტით, ანუ ჯერ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე კატეგორიულად არ შეიძლება მათი მიღება. სამწუხაროდ არის ფაქტები, რომ რეცეპტის გარეშე მოიპოვება აფთიაქებში სამწუხაროდ, რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად არ შეიძლება კანონის მიხედვითაც დასჯადია. დიახ. და არის არაბენზოდიაზეპინები დამამშვიდებელი ჯგუფის პრეპარატები, როგორც არის ბუსპირონი, ან აი ასევე ჰიდროქსიზინი. ჰიდროქსიზინი ჭეშმარიტად არაბენზოდიაზეპინის ჯგუფი არ არის. ჰიდროქსიზინს მაგალითად ანტიჰისტამინური ეფექტიც გააჩნია, ანუ ეგრეთ წოდებული ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი. რა თქმა უნდა, ეხა კომერციულ სახელწოდებას არ დავასახელებ, ჰიდროქსიზინი ცნობილი წამალია ერთ-ერთი, ის არაბენზოდიაზეპინების ჯგუფში შედის და როგორც აღვნიშნე, ბენზოდიაზეპინების ჯგუფთან შედარებით არაბენზოდიაზეპინები მოდით ესე ვთქვათ, უფრო ეგრეთ წოდებული ლაითი ტიპის წამლები არის, თუმცა რა თქმა უნდა, მათი მიღებაც ექიმის დანიშნულების გარეშე კატეგორიულად არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ ექიმის დანიშნულების გარეშე კატეგორიულად არ შეიძლება. თუმცა მოდით ვისაუბროთ იმ გვერდით ეფექტებზე, რომლებსაც შეიძლება იწვევდეს უკონტროლოდ და თვითნებურად დანიშნული ეს პრეპარატები. აი მოდით ვაჩვენოთ ეკრანზე აი ეგრეთ წოდებული ამ უძილობის მედიკამენტების გვერდითი ეფექტები, ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები და ნუ ძალიან დიდი სიაა. ძილიანობა, თაბრუხვევა, გულისრევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, ანუ შეკრულობა, პირიქით დიარეა, მადის ცვლილება, კუნთების სისუსტე, კოორდინაციის დარღვევა, მეხსიერების პრობლემები, დაბნეულობა, გაღიზიანებადობა, შფოთვა, დეპრესია, აი რა საინტერესოა, პირიქით უნდა მოქმედებდეს და პირიქით შეიძლება პირიქითი შედეგი მიიღო, ჰალუცინაციები,
ძილში სიარული, ძილთან დაკავშირებული კვება, ასე ვთქვათ, ანუ აი ესეთი ადამიანები, ვინც ამ წამლებს იღებენ, წონაში მკვეთრად იმატებენ. კვებითი აშლილობა იმდენს შეიძლება მივიდეს. აკნეს გამწვავება გამონაყრის აკნეს შემთხვევაში და დამოკიდებულება და აი აქ უნდა აღინიშნოს აუცილებლად აი ეს გაღიზიანებადობა, დეპრესია, ჰალუცინაციები ყველაზე ხშირი მსგავსი ტიპის პრეპარატების მიღების დროს არის, როდესაც ესეთი ადამიანი აი ასეთი ტიპის საძილე საშუალებებთან ერთად მოიხმარს ალკოჰოლს, ან მოიხმარს ანაშას, ანუ ის არის მარიხუანაზე დამოკიდებული, ხო? აი მათი ერთად ურთიერთქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე სერიოზული საფრთხის შემცველია და შეიძლება მიიღოს ესეთმა ადამიანმა მსგავსი ტიპის გვერდითი ეფექტები და ასევე კიდევ უფრო საშიში გვერდითი ეფექტებით ჩამოთვალოთ, რომელიც რა თქმა უნდა უფრო იშვიათია, მაგრამ შეიძლება შეგვხვდეს, აი ხედავს მაყურებელი ეკრანზე, ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს, სუნთქვის პრობლემები, გულის პრობლემები, ღვიძლის პრობლემები, კრუნჩხვები გულყრა პირიქით შეიძლება მოხდეს და სუიციდური აზრები. ზაზა, აი რამდენი ხანი ითვლება ხანგრძლივი მოხმარების პერიოდად ამ ძილის მოსაწესრიგებელი აბებისა და დამამშვიდებლების? აი რა შემთხვევაში ვლინდება უკვე ეს გვერდითი ეფექტები? ერთ თვეზე მეტი შესაძლებელია ესე დავარქვათ, ანუ ერთ თვეზე მეტი თუ პაციენტი იღებს მსგავსი ტიპის პრეპარატებს, აი როგორც აღუნიშნე, ანტიდეპრესანტებთან შედარებით ამ საძილე ანქსიოლიტიკურ საშუალებებს, ამ ტრანკვილიზატორებს უფრო მეტად გამოხატული დამოკიდებულების ეფექტი აქვს. ანუ ანტიდეპრესანტებს უფრო ნაკლებად აქვს, მაგრამ უფრო ნაკლებად, მაგრამ ასეთი ტიპის პრეპარატებს უფრო მეტი და ასეთი ტრანკვილიზატორების მიღება ხანგრძლივი ვადით უფრო საშიშია, ვიდრე მაგალითად ანტიდეპრესანტებისა. ზაზა, არაერთხელ გვსმენია სხვადასხვა ადამიანისგან, რომ რაღაც გარკვეულ გადატვირთული გრაფიკის პარალელურად შეიძლება ერთჯერადად, მაგრამ მაინც წაახმაროს ხოლმე ანტიდეპრესანტი. არა სისტემატიურად, მაგრამ ხანდახან. დამამშვიდებელი. რამდენად მისაღებია ეს თუნდაც ექიმის დანიშნულების გარეშე? კატეგორიულად არ შეიძლება მსგავსი ტიპის პრეპარატების მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე, აი ანტიდეპრესანტები ცოტა სხვა კუთხით, სხვა კატეგორია, სხვა მიმართულებით მუშაობს. ის პირიქით მაგალითად ის მოქმედებს სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცებაზე. ანუ არსებობს ანტიდეპრესანტები სელექტიური სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ანუ ინჰიბიტორი ნიშნავს, რომ ამცირებს, ანელებს. და მეორე არის სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები. ნუ ეხლა ეს მაყურებლისთვის რა თქმა უნდა არ არის ასე ვთქვათ საინტერესო. ეს არის სხვა ჯგუფის პრეპარატები, ეს არის ანტიდეპრესანტები, რომლებიც ასევე ბევრი გვერდითი ეფექტებით გამოირჩევიან. მოკლე დრო შევაფასო და მოკლე ლოგიკური დასასრული რომ გავაკეთოთ ამ თემის არის ის რომ მსგავსი ტიპის პრეპარატების ხანგრძლივი მიღება რა თქმა უნდა არ არის კარგი პაციენტისთვის. დასკვნა ერთია, მაგრამ რაღაცნაირად ზუსტად იმიტომ იღებენ ამ მედიკამენტებს, თუნდაც ალკოჰოლს ადამიანები, რომ ამ შფოთს და ამ რაღაც დაძაბულ რიტმს გაექცენ და მით უმეტეს რომ ჩაძინება უჭირთ. ანუ არასწორად შერჩეული მედიკამენტის ბრალია ის, რომ ამდენი უკუჩვენება შეიძლება ახდეს დაუშვათ ამ მედიკამენტებს, თუ აი რა გამოსავალ შესაძლოა ძალიან ჭირდება ესეთი დახმარება და წაშველება. ზოგადად მსგავსი ტიპის პრეპარატები უნდა იქნას, რა თქმა უნდა, სწორად კვალიფიციური ექიმის მიერ დანიშნული, აუცილებლად ასევე საჭირო არის, როდესაც ერთზე მეტი წამალი ინიშნება, 2 ან 3, მათი ურთიერთქმედება, ისინი ერთმანეთთან როგორ ურთიერთქმედებს, ესეც იქნას გათვალისწინებული და ასევე თვითონ ადამიანის ყოველდღიური ეგრეთ წოდებული ყოფაცხოვრება, ანუ იგულისხმება, რომ ეს ადამიანი კიდე ალკოჰოლს თუ იღებს, თუ მარიხუანას მომხმარებელია და ეს ფაქტორები არის გასათვალისწინებელი. ეხლა რისი გაკეთება შეგვიძლია უძილობის მედიკამენტების გვერდითი ეფექტების რისკის შესამცირებლად. მოდი ეს დავასახელოთ, ხო? აი ეს ერთგვარი პასუხია თქვენ შეკითხვებზე. მივიღოთ წამალი ზუსტად ექიმის დანიშნულებით. არ მივიღოთ დანიშნულზე მეტი დოზა, აი ესეც პრობლემაა, როდესაც დანიშნულია დოზა,
და მერე პაციენტი თვითნებურად თუ ზრდის დოზას კატეგორიულად ყოფნის და კი ბატონო. არ მივიღოთ მედიკამენტები დანიშნულზე მეტი ხანგრძლივობით, დანიშნულია პირობითად ერთი თვე და პაციენტი აგრძელებს მერე მიღებას. ალკოჰოლი, ასევე და სხვა წამლებთან ურთიერთქმედება, ავტომობილის მართვამდე ან მექანიზმებთან მუშაობის შემთხვევაში თუ პროფესიულად დაკავებულია ასეთი საქმით ადამიანი, ვიცოდეთ მათი მოქმედების მექანიზმი, რომ მან შეიძლება აი ეს რეაქციებიც შეანელოს და პრობლემა შექმნას სერიოზული, რითაც ადამიანმა სერიოზული ტრავმა მიიღოს, სიცოცხლის საფრთხე და რაიმე გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს და აი მეშვიდე, რაზეც მინდოდა ყურადღება გამეხვალებინა, ეს არის ეგრეთ წოდებული CBTI, ეს არის კოგნიტურ ქცევითი თერაპია უძილობისთვის. ჩვენ რეალურად ეხლა ჩვენი თემა უძილობას ეხება და უძილობისთვის მისაღებ პრეპარატებს და აი ეს CBT არის ზუსტად ფარმაკოლოგიური კუნალობის გარეშე, ანუ მედიკამენტის გარეშე, როგორ შეიძლება გაუმკლავდეთ ერთგვარი თერაპია. ვეძახით ჩვენ ამას კოგნიტურ ქცევითი თერაპია უძილობისთვის. არსებობს ესეთი მედიკამენტის გარეშე. აი რას გულისხმობს ეს თერაპია და შეგვიძლია პროფესიონალთან მისვლის შედეგად ჩავიტაროთ თუ თავადაც შეგვიძლია დადებითი? ჩვენ შეიძლება რეკომენდაცია მივიღოთ სპეციალისტისგან, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული ამ CBTI-ს გავაკეთებ თუ არა, ანუ ადამიანზე დამოკიდებული. რა სპეციალისტი ასეთი, ვინც ამ ნევროპათოლოგი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი, შეიძლება ეს იყოს ფსიქიატრიც, ამ მსგავსი ტიპის ოჯახის ექიმიც მათ შორის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ოჯახის ექიმიც მოიცავს ამ სფეროს. აი ჩამოვთვალოთ და ვაჩვენოთ. კი ბატონო, რა არის კოგნიტური ქცევითი თერაპია? აბა. ეგრეთ წოდებული სტიმულის კონტროლის თერაპია. ეს გულისხმობს თქვენი საწოლის ძილთან დაკავშირებას და დასაძინებლად წასვლას მხოლოდ მაშინ, როცა დაღლილი ხართ. ანუ არ დავწვეთ საწოლში იმ ყოველთვის ხო თუ არ ვარ დაღლილი ეს ერთი თქვენ ასევე უნდა ადგეთ საწოლიდან თუ 20 წუთის განმავლობაში არ გძინავთ ხოლოდ მაშინ დაბრუნდეთ საწოლში როდესაც კვლავ დაიღალეთ ანუ დავწექით 20 წუთის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ ჩაძინება უნდა ავდგეთ აღარ ვეცადოთ ავდგეთ და შემდეგ 20 წუთის გასვლის მერე ისევ დავწვეთ ზაზა ერთი და იგივე დროს დაძინებას გვირჩევენ ხოლმე როგორც აუცილებელია დაახლოებით ერთი და იგივე დროს დაძინება თუ ეს გაღვიძება ძილის ფაზები არის არეული, სერიოზული პრობლემებია ამ შემთხვევაში. ზუსტად ამას მოიცავს ეს CBTI. ძილის შეზღუდვის თერაპია, ეს გულისხმობს საწოლში გატარებული დროის შეზღუდვას რეალურად ძილის დრომდე. ანუ გორაობას რასაც კი ეს ეხება ჩაძინებამდე პერიოდსაც და გაღვიძების მერე. აი ეგრეთ წოდებული, რაც შენ თქვი გორაობა. ანუ თუ საწოლში უწევართ ის დრო იყოს უმეტესად ძილის პერიოდი, ძილისთვის განკუთვნილი. რელაქსაციის ვარჯიშები, ეს გულისხმობს რელაქსაციის ტექნიკის პრაქტიკას, როგორიც არის ღრმა სუნთქვა ან კუნთების პროგრესირებადი რელაქსაცია, რადგან ეს ეხმარება ადამიანს ჩაძინებაში. გარკვეული ტიპის ესეთი თერაპიული ვარჯიშები, რომელიც შეიძლება სპეციალისტმა გვასწავლოს, ან ძალიან მარტივია ინტერნეტშიც CBTI-ს თუ ჩავწერთ, CBTI გვაჩვენებს რა ტიპის ვარჯიშებზეა საუბარი. კოგნიტური თერაპია, ეს გულისხმობს ძილის შესახებ ნეგატიური აზრებისა და რწმენის იდენტიფიცირებას და შეცვლას, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს თქვენს უძილობას. ანუ ნეგატიური აზრები ჩაძინების დროსაც ვეცადოთ, რომ ნეგატიურზე არ ვიფიქროთ, არამედ ვიფიქროთ პოზიტიურზე, იმაზე, რაც კარგად ხო. კი, ძალიან რთულია ნამდვილად. პრინავს ხოლმე როგორც წესი თავისი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ უმეტესად და უპირატესად რა თქმა უნდა ჯობია რომ აი ამ CBTI-ის მოცემულობით და CBTI-ის დახმარებით მოვაგვაროთ ჩვენი აი ეს უძილობა და თუ ამის გამოყენებით, ამ თერაპიის გამოყენებით ვერ ვაგვარებთ, მაშინ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაერთოს კუნალობაში ფარმაკოლოგია, ანუ მედიკამენტი ისიც აუცილებლად ექიმის დანიშნულებით და ასეთი ტიპის პრეპარატების მიღება ხანგრძლივი ვადით არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ
გვერდითი ეფექტები აქვს და რაც მთავარია, იწვევს დამოკიდებულებას. ზაზა, ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ ქიმიური შემადგენლობის მედიკამენტებზე, მაგრამ ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები აი ბუნებრივ მცენარეულ მედიკამენტებს მიმართავენ ხოლმე და ხო, და ეს გვირილის ნაყენი, ვალერიანი არის ასეთი, ასევე წარმოადგენს პრობლემას. ეთერზეთი და კიდევ აუცილებლად აქვს უნდა ავახსენოთ მელატონინი, რომელიც თითქოს ვამბობთ, რომ ბუნებრივი ჰორმონია და ამას ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს და დანამატის სახით თუ მივიღებთ, ეს საფრთხეს არ წარმოადგენს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დიახ. აუცილებლად მელატონინზეც რომ ვისაუბროთ მცენარეულ წაბრებთან. ვიდასტურებთ, რომ არის მცენარეული საშუალებები, ნიუტრიენტები, რომლებიც უძილობისთვის გამოიყენება, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მათი ეფექტურობა ძალიან მცირეა. რა თქმა უნდა, ვერ დაუყენებთ გვერდზე იმ უძილობის ტრანკვილიზატორებს, რომელზე ჩვენ 2 წუთის წინ ვისაუბრეთ, თუმცა გარკვეული ტიპის შედეგი, ეფექტი შეიძლება მსგავსი ტიპის მცენარეულმა საშუალებებმა მოგვცეს. გვირილის ბალახი, შენ რაც აღნიშნე, სალომე, ვალერიანის ფესვი, ლავანდა, ეგრეთ წოდებული სურნელოვანი ბალახი და მელატონინი. ხო, ეს არის ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი უძილობის მცენარეული საშუალებები. თვითონ მელატონინი არის მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბოლო პერიოდი, ეს არის ენდოგენური ჰორმონი, ანუ ჰორმონი, რომელსაც თავის ტვინში ეპიფიზი გამოიმუშავებს და ჯირკვალი ეს არის ჰორმონი, რომელიც ხელს უწყობს აი ზუსტად ამ ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულირებას. და ის რა თქმა უნდა მელატონინი ურეცეპტოდ არის ხელმისაწვდომი აფთიაქებში. თვითონ მცენარეული საშუალებების ეფექტურობის და მათი მოქმედება კარგად შესწავლილი არ არის კვლევებით, სამეცნიერო კვლევებით, ხო? მოგეხსენებათ, რომ როდესაც ნებისმიერი მედიკამენტი სანამ დამოწმებას მიიღებს, მას კვლევებში სწავლობენ წლების განმავლობაში. მაგალითად, თუ აი ეს ტრანკვილიზატორები, რომლებიც ჩვენ ვისაუბრეთ 2 წუთის წინ, წლებია 20 წელი, 30 წელი კვლევებში შეისწავლებოდა და მსგავსი ტიპის სცენარეული საშუალებები კვლევებში შესწავლილია. მათ შორის მელატონინიც? მათ შორის მელატონინიც ნაკლებად არის, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მისი ეფექტურობა ძალიან მცირეა, თუმცა მან შესაძლებელია გარკვეული ტიპის დადებითი ზეგავლენა განაპირობოს ამ უძილობაზე. გვერდითი ეფექტები მცენარეული ასეთი ტიპის საშუალებებს უფრო ნაკლები აქვს ვიდრე ანქსიოლიტიკურ, ანუ ტრანკვილიზატორებს, თუმცა რა თქმა უნდა მელატონინსაც შეიძლება ქონდეს თავის ტკივილის გვერდითი ეფექტი. აი მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე დამოკიდებულებას არ იწვევს, მაგრამ აქვს აი გულისრევა ღებინება, თავის ტკივილი, აი ამ სამ გვერდით ეფექტს გამოვარჩევთ. მადლობა ზაზა, ძალიან დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის საინტერესო რჩევები მივიღეთ.